მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მოგიყვებით სერიალის უზაკ შეჰირის მთავარი მსახიობების ჯიჰან ალბორასა და ალია ალბორას შესახებ. მოგიყვებით მათ რეალურ ცხოვრებაზე, კარიერაზე, ურთიერთობებზე და სერიალებზე, რომელშიც ისინი მონაწილეობენ. სანამ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. მე კი გპირდებით ბევრ საინტერესო ვიდეოს თქვენთვის სასურველი სერიალისა და მსახიობების შესახებ. მაშასე დავიწყოთ. სერიალი უზაკ შეჰირი ერთ-ერთი გამორჩეული სერიალია, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიმსახურა მოწონება და მიიქცია მაყურებლების ყურადღება. სერიალის სცენარი ეკუთვნის გულიზარ ირმაკს, ხოლო რეჟისორი აჰმედ ქათიქასიზია. სერიალი მოგვითხრობს ძლიერი ქალის ალიას შესახებ, რომელმაც ბევრ დაბრკოლებას და ბრძოლას გაუძლო. წინ უამრავი გამოწვევა ელის. სერიალში მთავარ როლს ოზან აკბაბა და სინემ უნსალი ინაწილებს. სინემ უნსალი სერიალში ასრულებს ალია ალბორას როლს. ის არის ბორან ალბორას ქვრივი და ჯიჰან დენიზის დედა. ის ძლიერი, წინდახედული, პრინციპული, თავისუფლების მოყვარული ქალია. სინემ უნსალი დაიბადა 1993 წლის 21 ივნისს იზმირში. ის არის ჩერქეზული წარმოშობის დედის და აზერბაიჯანული წარმოშობის მამის ქალიშვილი. ის ოჯახში მეორე შვილია. განათლება მიიღო ესქიშეჰირის ოსმან გაზის უნივერსიტეტში. შედარებითი ლიტერატურის განყოფილებაში. სამსახიობო კარიერა 2016 წელს დაიწყო სერიალით ჩობან ილდესი. მონაწილეობდა შემდეგ სერიალებსა და ფილმებში. სანამ შენ, სასწაული ექიმი, ჩემი ქალიშვილი, საიდუმლო შენახვა, შავთეთრე სიყვარული და სხვა. 2019 წელს მსახიობი ნომინირებული იყო ახალგაზრდა ნიჭიერების კატეგორიაში. 2019 წელს საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა. სინემ უნსალი ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭით, არამედ სოციალურ ქსელში პოსტებითაც. ის ხშირად აქვეყნებს პოსტებს და ძალიან პოპულარულია სოციალურ მედიაში. რაც შეეხება მსახიობის პირადს, ის ურთიერთობაში იმყოფებოდა ქივანჩ ქილინჯთან 4 წლის მანძილზე. მასთან დაშორების შემდეგ ჰალით ოზგურსარი და სინემი დიდი ხნის მანძილზე შეყვარებულები იყვნენ. ამჟამად ის ურთიერთობაშია ბერგ ჩანქანთან, რომელიც 40 წლის ახლახანს გახდა. ოზან აკბაბა სერიალში ასრულებს ჯიჰანის როლს. ის არის ალბორას ოჯახის უფროსი ვაჟი, რომელიც მარდინის საზღვარზე დიდ მიწებს მართავს. იგი ცნობილია თავისი ცივსისხლიანი და ფრთხილი ბუნებით, როგორც შორსმჭვრეტელი და სტრატეგიული მოაზროვნე. ოზან აკბაბა დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. მან დაამთავრა აქ დენიზის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. სამსახიობო კარიერა თეატრით დაიწყო და სატელევიზიო სამყაროში დიდ წარმატებას მიაღწია. მონაწილეობდა სერიალებსა და ფილმებში. ბანდიტი ვერ მართავს მსოფლიოს, ქალაქის ექიმი, უკანა ქუჩები, შორეული ქალაქი, 64 საიდუმლოებები. მას აქვს ძალიან ბევრ ფილმსა და სერიალში მიღებული მონაწილეობა. ის არა მარტო მსახიობია, ასევე აქტიურად მონაწილეობს თეატრში. მჭიდრო კავშირი აქვს მუსიკასთან. ის ქმნის ფილმებისთვის მუსიკას. რაც შეეხება მსახიობის პირადს, 2017 წელს იქორწინა ელიფ ბუქეთ არიქთან. 2018 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი. ოზანი აქტიურია სოციალურ ქსელებში. ზოგჯერ ის შვილისა და მეუღლის ფოტოებს უსიარებს გულშემატკივრებს.